თავს კომფორტულად გრძნობ, თავდაჯერებული ვარ და ამინდიც არაჩვეულებრივია. თავარია ზვიგენები არ დაგვესხენ თავს. ეს უფრო განწყობის ამბავია. არ მინდა ცურვისას ზვიგენი ვნახო. მეუბნებიან, რომ ამ მონაკვეთზე ცურვისას ზვიგენი არავის დასხმია თავს. ბრიტანელი ჟურნალისტი რობინ ფორესტიერ უოლკერი ამ მარათონისთვის თბილისის ზღვაზე ემზადებოდა. ახლა კალიფორნიაშია და ალკატრასის ისტორიული კუნძულიდან სან-ფრანცისკოს ნაპირამდე მილ ნახევარი უნდა გაცუროს. ამ ადგილს მისტიკა ყოველთვის თანახლდა. ალკატრასის ციხიდან პატიმრები არასდროს გაქცეულან. ცნობილი მარათონი და ულამაზესი ხედებია. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. ჯეკს ვიხსენებთ. ჯეკი რობინის ბიძაშვილია. 6 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რობინთან ერთად დღეს მისი მამა, ქითიც ცურავს. ჯეკი 21 წლის ასაკში დაიღუპა. ის შიზოფრენიას ებრძოდა. ეს ჯეკის ფოტოა, ძალიან ჭკვიანია. საყვარელი ბიჭი იყო. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენით იამაყებდა. ცურვის მარათონში მონაწილეობით მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის გაზრდა და თანხების შეგროვება სურთ. რობინი ფულს საქართველოში ამ თემაზე მომუშავე 2 ორგანიზაციისთვის აგროვებს. მე ჟურნალისტი ვარ, თბილისში ვცხოვრობ. როცა საქმეში ჩავიხედე, ვნახე, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მცირე რესურსია. ამას ემატება საზოგადოება, რომელიც ამ ადამიანებს რიყავს და მალავს. მარათონში მონაწილეებს ოჯახის წევრები და მეგობრები გულშემატკივრობენ. აქვეა რობინის ოჯახიც. მონაწილეებს მაისურები დაურიგეს წარწერით ზვიგენის ტემპით. ამ მარათონს ადგილობრივები ასე მოიხსენიებენ. არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ რობინი არ ნერვიულობს. ძალიან გვიხარია, რომ აქ ვართ და ერთგვარად საქართველოს წარმოვადგენთ. ძალიან ამაღელვებელი დღეა. ალკატრასის კუნძულზე გასულ საუკუნეში ქვეყნის მასშტაბით უმკაცრესი ფედერალური ციხე ფუნქციონირებდა. ამავე ციხეში, რომელიც ახლა მუზეუმად დააქცეული, თითქმის 5 წელი გაატარა ჩიკაგოს ბანდის ცნობილმა დამფუძნებელმა ალ კაპონემ. ციხის 30 წლიანი ისტორიისას კუნძულიდან გაქცევა სულ 14 ჯერ სცადეს, ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მთელი პროცესი, წყლის შხეფები, მზის სხივები, ტალღები, ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო. ამას ისევ გავაკეთებ. არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად გავიმეორებ. ნანა საჯაია, დაიან მიჩელი, ამერიკის ხმა.